მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გამსვლობენ და მე ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი ჩვენ საუბრობთ ასტროლოგიაზე, ზოგადად ეზოთერულ საკითხებზე, რა ტენდენციები გველოდება ჩვენ დღეს ამასთან დაკავშირებით სწორედ ვისაუბრებთ, მათ შორის ასტროლოგიური კუთხით უბრალეს სკოლისა და დავიწყოთ ზოგადი, ასე ვთქვათ, ენერგოველით ენერგეტიკით რა მდგომარეობაა დღეს და შემდეგ კვირის განმავლობაში სიტუაცია იქნება, მოდით ესე ვთქვათ. Რომ შემდეგი კვირა ამ თვის განმავლობაში, ალბათ ყველას ასკეთვა. შეიძლება ესე ვთქვათ, რომ თლიანობაში აპრილი საკმაოდ რთული იყო, იმიტომ დედამიწა ორღობით ენერგოველშია და დაუშვათ იგივე თქვენ იცით რომ ახლა რამდენიმე დღის წინ იყო სავსემთვარე ზეგავლენა ახდენს სკოლია ზეგავლენას და დღესაც კი გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა მას აქვს. შესაბამისად ცოტა მაინც ყურადღებით ვიყო დღის განმავლობაში, რომ აქ ცოტა დაძაბულობის, კონფლიქტების, ცოტა აგრესიულობის გამოვლენის ტენდენცია მაღალია ჯერ კიდევ დღეს, ხვალიდან სიტუაცია უფრო მეტად გაუმჯობესდება და მოდით ვთქვათ ასე, შემდეგი კვირა აპრილის თვეში შედარებით შვიდია. თუმცა ახლა როგორ შედარებით? მე რა ხა გითხრათ გადასწარებია, არა, ტყუილია ეს ნამდვილად, იმიტომ რომ მთელი აპრილი დედამიწის ენერგოველი უარყოფით ზონაშია, მაგრამ აი აქ ნულოვან ზოლთან არის მისული ახლა უკვე შემდეგი კვირის განმავლობაში. იქამდე ნულოვანი ზოლის გაცილებით დაბლა იყო, ამიტომ ნეგატიური იყო კიდევ უფრო მეტად. ამიტომ შესაბამისად შეიძლება ესე ვთქვათ ჩვენ, რომ შედარებით უკეთესია და ამ თვის განმავლობაში მაინც ყველაზე კარგია შემდეგი კვირა. მაგრამ იმის შემდეგი კვირა აქვე დავაანონსებ. ისევ საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ რომ დედამიწა ისევ შედის უარყოფით ენერგოველში. ეს ტენდენციები ისევ იჩენენ თავს, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც სჭირდება ყურადღება. მზემ თქვენ მოგეხსენებათ, იცით ამის შესახებ, რომ გადაინაცვლა უკვე კურო ზოდიაქოში და კურო შედარება არა საერთოდ 7-ია, განსხვავებით ვერძისგან. მაგრამ ამავდროულად ჯერ კიდევ პლანეტა მერკური, პლანეტა ვენერა იმყოფებიან ვერძის ზოდიაქოში. ამიტომ ვერძი მოგეხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ნიშანია მარსიანული ენერგიის მატარებელი, ამიტომ ვერძის აგრესიული ელემენტები ჯერ კიდევ თვალშისაცემი იქნება. ამიტომ თქვენ ახლა ერთ-ერთი კითხვა იყო, გაინტერესებდა სხვა შორის აქაც სტუდიაში თანამშრომლებს, რომ აი რა ხდება ბანკში, რით არის ეს გამოწვეული და მათ შორის წმინდა ასტროლოგიური კუთხით, ახლა რა ხდება თქვენ იცით შემზე უკეთ, რაც ხდება და რატო ხდება, მაგრამ წმინდა ასტროლოგიური კუთხით ახსნა განმარტება რა სკოლი ამას აქვს, იმიტომ რომ ეს პერიოდი ძალიან ბევრ დაპირისპირებასთან და კონფლიქტებთან იყო დაკავშირებული. აპრილი თქვენ გახსოვთ ისტორიულად საქართველოსთვის საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია და საკმაოდ მძიმე, როდესაც უამრავი გამოსვლები, პროტესტები, მიტინგები ყოველთვის იყო და თქვენ იცით რომ ხა სავსემთვარეობის ზეგავლენის ირგვლივ პერიოდში ყოველთვის არის აგრესიული ელემენტები. მერკური გონების მმართველი პლანეტა ახლა ისევ აგრესიულ ვერტში, ამიტომ აგრესიის ტენდენციები ჯერ კიდევ არის, მაგრამ შედარებით უკვე ხვალიდან მზის ზეგავლენა კურო ზოდიაქოს ნიშანში შედარებით დააშოშმინებს და ცოტა დაამშვიდებს სიტუაციას შემდეგ კვირის განმავლობაში. და აქვე მოდით დავუშვით, რომ საერთო ჯამში ყველაზე მშვიდი პერიოდი ჩვენ მაინც გველოდება უკვე 7 მაისის შემდგომ მხოლოდ. იქამდე მაინც ბოლომდე მშვიდად არც დედამიწის ენერგეტიკა არ იქნება, არც თითოეული ჯანთაგანი შეიძლება აი ესეც ვთქვათ. ეხლა მოდით იმის შესახებ, ესე იგი რა ტენდენციები კიდე მოსაუბნელი შემდეგი კვირის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში ადამიანთა ფსიქოემოციური მდგომარეობა შედარებით გამოჯობესდება. ურთიერთობები უფრო მეტად ჭიდრო, მშვიდი, კეთილგანწყობილი გახდება. ეს კვირა კარგია ეკონომიკურ საკითხებში უკვე მომწიფებული გარდაქმნების შესატარებლად. შესაძლოა ახალი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაცია, დანერგვა, დამატებითი დოტაციებისა და შეღავათების შემოღება, ფინანსურ სისტემაში ცვლილებების მეტად შეტანა. და აქ ესე იგი ამ ხრივ შეგვიძლია ჩვენ შემდეგი კვირა უფრო მეტად გამოვიყენოთ. და აი მე უკვე მეორე ამის შემდეგი კვირა კიდევ უფრო ასე ვთქვათ არევს სიტუაციას, ამიტომ თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, პროექტი გვაქვს, რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა, გადაწყვეტილება მისაღები და შემდგომ ისევ ჯობია რომ აპრილის თვეში ეს ყველაფერი გაკეთდეს უკვე ხვალიდან, შემდეგი კვირის განმავლობაში. ეხლა როგორ იქნება შემდეგი კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის და რა ტენდენციები ამოსაუბნელი ამასთან დაკავშირებით, აი სწორედ ამის ირგვლივ მინდა რამდენიმე სიტყვა, ესე იგი
მოგაწოდოთ პირველ რიგში მოდი დავიწყოთ ცეცხლოვანი ვერძით, ხო? ვერძთა უმრავლესობას ახლა აქვს გარკვეული დადებითი შანსები და მოდი თქვათ ასე რომ რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს იმის მიუხედავად რომ ზე გადიოდა ვერძის ზოდიაქოს, ამის და მიუხედავად აი ეხლა შეიძლება კონდეს ყველაზე კარგი კვირა. ვერძს მთელი აპრილის განმავლობაში. აქ მოდი თქვათ ასე ცისკაბადონზე ჩვენ ძალიან კარგი ჰარმონიული ასპექტი გვიჩნდება მზესა და ურანს შორის. ამიტომ ეს ხელშეუწყობს ვერძის ახალი საინტერესო იდეების კონკრეტულ რეალიზაციას. Პრომეტად შესაძლებელი იქნება თქვენ გამოავლინოთ ის ნებისყოფა, ის შეუპოვრობა, რომლის მეშვეობით თქვენ პრომეტად შეძლებთ მიზნეს მიღწევას, აღნიშნოთ ესეც და ვერძთა ენერგოტონუსი მიუხედავად იმისა, რომ ზე გადავიდა კუროს ზოდიაქოში, მაინც ჯერ კიდევ ინარჩუნებს საკმაოდ დიდ ენერგიას. ამიტომ ვერძი აქ აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია, მეტად კონტაქტურია, კომუნიკაბილურია, ვერძებო, საკმაოდ კარგი კვირა თქვენთვის, თუ რაიმე გაქვთ იდეა, პროექტი, სურვილი, რაღაცის განხორციელების, აი სწორედ ამ კვირაში ეცადეთ ეს ყოველივე განახორციელოთ. რა შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კურო თანდათან გამოდის იმ ცოტა მძიმე სიტუაციიდან, რომელშიც იგი აქამდე იმყოფებოდა, იმიტომ რომ ენერგოტონუსი თქვენი იყო ყველაზე დაბალი წლის განმავლობაში, ემოციური მდგომარეობა არასტაბილური და აი სწორედ ეს ყველაფერი ეხლა უკვე შემკარგებო დასრულდა. ფაქტობრივად მზე გადავიდა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და უკვე 20 რიცხვიდან თქვენ უკვე იგრძნობთ და გრძნობთ უკვე ალბათ თანდათან რომ თქვენი ენერგიები მძლავრობენ. ყოველი დღეს მოგცემთ ახალ ტონუსს. ახალ ენერგოველს. ყოველი დღე ეს არის უფრო მეტი შესაძლებლობები და შანსები თქვენ ცხოვრებაში. მით უმეტეს მზე და ურანი ახლა შეერთებულია თქვენ ზოდიაქოს ნიშანში სწორედ კუროში, ახლო არიან ერთმანეთთან. რის გამოც თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტად სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვით გამოხატვა. სირთულეები უფრო ნაკლები იქნება. ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები ყველაფერი შემცირდება რადიკალურად და უკვე აღარ შეგაწუხებს ისე როგორც დაუშვათ იყო წინა პერიოდში. თანდათან გრძნობთ გაუმჯობესებას ენერგოტონუსისა. თანდათან გაუმჯობესდება თქვენი ხასიათის და მდგომარეობა. და ნუ აქ ახლა თუ ისის დაემატება აუცილებლად ახლა ჩვენ გახსოვთ ალბათ წინა კვირას გქონდა მე გაფრთხილება იმის შესახებ რომ ჩვენ ესე იგი შევდივართ ზონაში რომელიც უკავშირდება როგორც სავსე მთვარეობას ასევე ნეგატიურ ენერგოველის მაქსიმალურ მდგომარეობას და ამას დაემატა კიდევ ის რომ ჩვენ გვაქვს ნასესხების ზონა. აი ამ ნასესხების ზონას ჩვენ ახლა კარგად გრძნობთ ყველანი, ხედავთ როგორ აცივდა და ზამთრის იცივე გვაქვს ფაქტობრივად და ეს უკვე ნიშნავს სწორედ იმას რომ აი ეს შემდგომი პერიოდი უკვე ხელშეუწყობს დათბობას. უკვე სამშაბათიდან თქვენ იგრძნობთ რომ ნასესხების დრო დასრულდა. ძალამას უკვე აღარ აქვს. აი დღეს არის კიდე და ცოტათი ხვალ და ნუ სამშაბათიდან უკვე სიტუაცია გაუმჯობესდება, დათბება მეტად და ნასესხების, ასე ვთქვათ, ეს კუდის მოქნევა ჩვენ, ასე ვთქვათ, ისტორიას ჩავაბარებთ ამას და უფრო უკეთ ვიგრძნობთ თავს, რომ მეტი იქნება მზე, მეტი იქნება სითბო და ასე შემდგომ, რაც დადებითად იმოქმედებს თითოეული ჩვენთაგანის ფსიქოემოციურ მათ შორის განწყობაზეც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აუშვებთ რომ კუროსებრ იღბლიანობა ჯერ მას არ აქვს, იმიტომ რომ კურო ახლა ალბათ თანდათან გრძნობს რომ იღბალი მისკენ ტრიალდება, სასიკეთო ტენდენციების შანსები ყველა დონეზე მას გაცილებით მაღალი აქვს, თვალნიშნებისგან განსხვავებით, ტყუპებს ჯერ არა ესეთ პერსპექტივები არ აქვს, მაგრამ წინა პერიოდს და წინა კვირას რომ ეს კვირა აჯობებს, ეს კი უდავოა, რატომ? იმიტომ რომ აქ ცისკაბადონზე პლანეტების მერკურის და ვენერას შეერთება ხდება, რომელიც ძალიან კარგ ზეგავლენას ახდენს სწორედ ტყუპებზე. ეს აძლევს მას საშუალებას რის, რომ ძალიან ლამაზად წარმოაჩენოს საკუთარი იდეები, აზრები. ლამაზად განახორციელოს არაერთი საკუთარი საინტერესო იდეები. ეს პერიოდი ხელს უწყობს მატერიალური დივიდენდების მეტად მოზიდვას. პრობლემების საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს უმტკივნეულოდ გადალახავთ და შეასრულებთ და გადაწყვეტავთ კიდეც. ურთიერთგაგება კოლეგებთან, ახლობლებთან მიმართებაში რადიკალურად მოიმატებს საკიდან გამომდინარე. ამიტომ თქვენი კონტაქტურობა და თან საკმაოდ კარგი მდგრადი ემოციური და მდგრადი ფიზიკური მდგომარეობა ხელშეუწყობს აქ არაერთ საინტერესო იდეის რეალიზაციას, მოგზაურობას, საინტერესო მოლაპარაკებებს და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ სასიკეთო შესაძლებლობები თქვენ აშკარად აქ გექნებათ. შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს საკმაოდ კარგი პერიოდია, იმიტომ რომ მოდით აღვნიშნოთ რომ აქ აშკარად იგრძნობენ კერჩხებები, რომ მათი ენერგოტონუსი იწყებს გაუმჯობესებას. ამასთან ერთად ინტუიცია თანდათან მზარდია. ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას თქვენი შემოქმედებით ინჭის და უნარის ახლებურად გამოვლენის შესაძლებლობა წამოიწევს წინა პლანზე თქვენ უფრო მეტად დაიმუხტებით პოზიტიური ენერგიით. ამიტომ ეს შექმნის პოზიტიურ განწყობას. ეს თავისუფლად ხელშეუწყობს მეტად იდეების რეალიზაციას. თუ რამე იყო პრობლემები ურთიერთობებში, სახლში ან სამსახურში, ამის დალაგების, მოწესრიგების ტენდენციას უფრო მეტად და მეტად
მეტად იქნება თვალშისაცემი სწორედ შემდეგი კვირის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება ლომებს, ლომებო საკმაოდ კარგი პერიოდია, მოდით დავუშვათ რომ იგი ხელს უწყობს ყველა სახის ნეგატიური ტენდენციების, ასე ვთქვათ, თქვენგან მოშორებას, მოდით ასე ვთქვათ, პოზიტივი მოდის თქვენსგან. ამიტომ თქვენი თვითრწმენა მატულობს. შინაგანად უფრო შვიდად და უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს. ეს ხელს შეუწყობს თქვენი ქარიზმის გაძლიერებას, სპონტანური იმპროვიზაციის, ლიდერული თვისებების გამოვლენას, კონტაქტურობის ზრდას. ამიტომ ლომთა უმრავლესობა რასაკვირველია აქ შეძლებს არაერთი საინტერესო იდეების რეალიზაციას, საინტერესო ძალიან კონტაქტებზე გასვლას, საუკეთესო თავისი ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენას, ანუ შესაძლებლობა როგორც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სხვა სასიკეთო ცვლილებების შემოტანისა მის ცხოვრებაში აკაშკარად იქნება. ამიტომ ლომი უნდა იყოს ფრიად აქტიური, მეტად ენერგიული, იმიტომ რომ ამის შემდეგ კვირა უფრო რთული იქნება. ამიტომ თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული, აი ეს ყველაფერი განახორციელოთ ამ კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ქალწულთა ენერგოტონუსი, ისე როგორც კუროს ტონუსი თანდათან უმჯობესდება. ამიტომ ეს ნიშანი უფრო აქტიური ხდება, უფრო ენერგიული. სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ელოდება ამ ნიშანს. აქ პერსპექტიული ნაცნობობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქალწული, ძალიან საინტერესო მოგზაურობის, ახალი შესაძლებლობების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ქალწულთა უმრავლესობა უკვე შეძლებს შორის მატერიალური დივიდენდების მიღებას, მათ შორის ძველი იდეებისა და პროექტებისაგან. აქ შესაძლებელი იქნება უფრო მეტად საინტერესო კონტაქტებზე გასვლა და საინტერესო ინფორმაციის მიღება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომი საინტერესო მატერიალური კუთხით საინტერესო მათ შორის იდეების არამატო რეალიზაციას, არამედ დაგეგმვას და შემდგომ უკვე სწორად რეალიზაციას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ ქალწულისთვის დგება ძალიან კარგი და ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება მაისის თვეში. რაც შეეხება სასწორე ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, პირველში მოდით დავუშვათ, რომ აქ ცისკაბადონზე მზის და ურანის სასიკეთო ასპექტები და ასევე მერკური, ვენერას, მთვარის ჰარმონიული ასპექტები ძალიან კარგად იმოქმედებენ თქვენზე. ემათის ხივი ხელს შეუწყობს თქვენი საუკეთესო თვისებების, ნიჭის და უნარის გამოვლენას. ხელს შეუწყობს ახლობლებთან, კოლეგებთან, ნაცნობებთან, ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და მეტად ჰარმონიზაციას. ეს ასპექტი გვამცნობს, რომ აქ იდეების რეალიზაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თქვენი დიპლომატიურობა აქ იქნება სწორი და ზუსტად შესაძლებელი იქნება დიპლომატიის მეშვეობით არაერთი რთული საკითხის მოგვარება. ეს პერიოდი ხელს უწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივების გამოვლენას და გარკვეულწილად მათ გამოყენებას და სხვა სასიკეთო ცვლილებების შემოტანას თქვენ ცხოვრებაში. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, გაცილებით უფრო პოზიტიური პერიოდია თქვენთვის ეს კვირა ვიდრე წინა კვირა. აქ ენერგოტონუსიც უმჯობესდება თქვენი, უფრო მეტად შეაძლევთ ფინანსური გარკვეული საკითხების მოგვარებას, ხელს უწყობს იგი სანდო პარტნიორების გამოვლენას თქვენ ცხოვრებაში, უკვე მეტად იქნება შესაძლებელი მზარდი ინტუიციის მეშვეობით სწორი ნაბიჯების გადადგმა, სწორი ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მიღება. ეს პერიოდი, რომელშიც თქვენ მოგეცემოთ საშუალება უფრო მეტად თქვენი იდეების რეალიზაციისა, საკუთარი თავის პოპულარიზაციისა, ძალიან საინტერესო თქვენი იდეების და გეგმების წარმოჩენის ერთ-ერთი შორის შეიძლება სხვების დაინტერესდება, მათ შორის ბიზნეს პარტნიორები და შემდგომ და ამას შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტად თქვენი განვითარება მატერიალური მათ შორის კუთხით, პროფესიონალური კუთხით და ასე შემდგომ. რაც შეეხება მშვილდოსნეს ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ მოგეცემოთ მეტი საშუალება იმისა, რომ პროფესიონალურად განვითარდეთ და კარიული კუთხით, ასე ვთქვათ, უფრო მეტად წახვიდეთ წინ. ან შეიძლება ზოგიერთ თქვენგანმა აქ იპოვოს საინტერესო მისთვის ახალი სამსახური, რომელიც შემდგომ პერსპექტივებთან იქნება დაკავშირებული. მშვილდოსანთა უმრავლესობას უნდა ახსოვდეს, რომ ეს პერიოდი ხელს უწყობს საუკეთესო თქვენი თვისებების მეტაწინა პლანზე წარმოჩენას. თქვენი ოპტიმიზმი, თქვენი ენთუზიაზმი წამოიცავს წინა პლანზე. დავარი აქ ზედმეტი ხარჯი არ გქონდეთ და აკონტროლოთ მაინც ფინანსური ხარჯი. სხვა მხრივ პერიოდი ძალიან კარგია, ხელს შეუწყობს საინტერესო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას. შეიძლება ახალი ნაცნობობა იყოს, ფრიად პერსპექტიული წარმატებული ურთიერთგაგება, როგორც სახში, ასევე სამსახურში მატულობს, ანუ სასიკეთო ცვლილებების კვირა, შეიძლება ესე დავარქვათ მას. დღის გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, რაც ყველა ამ კვირის განმავლობაში, იმიტომ სხვა სირთულეები, რომელიც იყო წინა პერიოდში, ახლა ეს სირთულეები უკან დაიხევენ. შვიდად, მოდით ვთქვათ, ასე ცოტა ნელა, მაგრამ ფუნდამენტურად დღისკები აშკარად საკუთარ პოზიციებს გაიმაგრებენ, შეიძლება ახალი პოზიციებიც კი დაიკავონ ცხოვრებაში და აშკარად წაიწევენ წინ. იმიტომ რომ ეს ნიშანი თავისი ენერგიულობით, აქტიურობით, ენერგოტონუსი ემოტება ამ ნიშანს, ამთლ
მოცულობა უფრო მდგრადი ხდება, ფსიქოემოციური მდგომარეობა ხელში უწყობს ურთიერთგაგების ზრდას და თქვენი შეუპოვრობა, ნებისყოფა მოთმინება, აქ კიდევ მოგცემ საშუალებას იმისა, რომ ამ გზებით არ მარტო იდეები განვახორციელებთ, არამედ მოაწესრიგოთ ყველა სახის ურთიერთობები, გამოვიდეთ იმ წნეხისგან, თუ გქონდათ რაიმე სახის წნეხი, დაუშვათ პარტნიორებთან, ხელმძღვანელებთან მიმართებაში, ხელს უწყობს იგი თქვენი იდეების უფრო მეტად კონკრეტულ რეალიზაციას. და შეიძლება მერწყული ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს კარგი პერიოდია სხვა შორის თქვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგოტონუსი თანდათან იწყებს შემცირებას, მაგრამ ამ კვირაში ამას ნაკლებად იგრძნობთ. ეს უკვე შემდეგი კვირიდან უფრო მეტად საგრძნობი იქნება. ამ კვირაში ჯერ კიდევ შეგიძლიათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, ჯერ კიდევ შეადვილად არიღლებით. ეს პერიოდი საკმაოდ კარგია იმისთვის, რომ აქ განახორციელოთ ახალი იდეები. აქ შეიძლება ახალ ნასტობთან წრეს ჩაუყაროთ საფუძველი, ძველი ურთიერთობები, მათ შორის მეგობრული ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალურობით გამოხატვა. ეს ის პერიოდია, როდესაც შეიძლება არა მარტო ახალი იდეა პროექტის ჩამოყალიბება, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ახალი სამსახურის დაწყებაც კი, რაც მეტად სასიკეთოზე გავლენას მოახდენს შემდგომ თქვენს წინსვლასა და პერსპექტივებზე. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, იღბალია ეხლა შემკარგება უკვე თქვენს მხარეს გადმოდის თევზებო. ამიტომ ენერგოტონუსი თანდათან ყოველდღე უმჯობესდება, გუნება განწყობაც თანდათან უმჯობესდება, ეს ხელს უწყობს იმას, რომ თანდათან თქვენ შეძლებთ ყველა სახის პრობლემებს, რომელიც აქამდე გაწუხებდა და რომელიც იყო გადაუწყვეტი, უფრო მეტად მათ მოგვარებას, უფრო მეტად შეძლებთ, ასე ვთქვათ, იმ მზარდი ინტუიციის მეშვეობით შემქმნელი თინჩის და უნარის გამოვლენას, მოწესრიგებას ურთიერთობისა, როგორც სახში, ასევე სამსახურში ურთიერთგაგების ზრდასა ადგილი, რაც ხელს უწყობს ასე უფრო მეტად ამ ურთიერთობების ჰარმონიზაციას, შესაძლებლობა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სასიკეთო პერსპექტიული საქმიანობისა და სხვა სასიკეთო ცვლილებებისა უკვე ამ კვირიდან თანდათან დაიწყებს მომატებას თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ როგორც ხედავთ, 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს მთლიანობაში აქვს საკმაოდ კარგი შესაძლებლობებით ახსოვსე პერსპექტივებით ახსოვსე პერიოდი, რომელიც უნდა უფრო მეტად აქტიურად გამოვიდეთ, იმიტომ რომ ვიმეორებ, ამის შემდეგი კვირა უფრო ცოტა მეტ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ეს კვირა აპრილის თვეში ალბათ მაინც ყველაზე პერსპექტიულია. რაიმე თუ გაქვთ ვიმეორებ, რაღაც იდეა, პროექტი, განსახორციელებელი, მოლაპარაკება, საწარმოებელი და შემდგომ აი ამ კვირაში უმჯობესია ყველივე ეს დაიგეგმოს. ახლა მოდით ნახოთ უკვე ამ კვირის ცალკეული დღეების ტენდენციები, პერსპექტივები, რაც ითხოვს ასვე ყურადღებას. პირველ რიგში გეომაგნიტური დღეები, თქვენცით ასე დღეებია, რომელთა მსვლელობისას მეტი პრობლემები ექნება ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს თავისუფლად მიზეზი ამ დღეებში, დაუშვათ თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული მოვლენებისა. ამიტომ ესე დღეებში რა უნდა ვქნათ? პირველ რიგში თუ წნევასთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს, გამოიყენოთ სწავლების პროფილაქტიკა. შესაძლებლობის დაგვარად მეტად დავისვენოთ. თუ გაქვს საშუალება გქონდეთ ურთიერთობა იუმორთან, სასიამოვნო ადამიანებთან, ბუნებასთან და შემდგომ რათა ამით უფრო ადვილად გვერდიაუროთ გეომაგნიტურ ტენდენციებს შემდეგ კვირისა და უპირველეს ყოვლისა მოდით ავუშვათ რომელი დღეებია ესეთი შემდეგ კვირის განმავლობაში. პირველში 23 რიცხვი, ეს არის სამშაბათი დღე, გეომაგნიტურია, შემდგომ უკვე პარასკევი 26, შაბათი და კვირა 27 და ასევე 28. აპრილის დღეები, აქ 3 დღე ზედიზედ ესე იგი გეომაგნიტურია და ყურადღება განსაკუთრებით ასე დღეებში თქვენიცი დასაჭიროებად ხანდაზმულ ადამიანებს, იმიტომ რომ 3 დღე ზედიზედ აქ ასეთი არტერიული წნევის ცვალებადობა ძალიან ნეგატიურად მოქმედებს მათზე. ამიტომ გაუზომეთ წნევა და აკონტროლეთ, აქ რა არის საჭირო ესე იგი ასევე პირველ რიგში წნევის კონტროლი. ამ გეომაგნიტურ დღეებში ამან სერიოზული დისკომფორტი არ შეგნიშნოს. ეხლა რამ შეიძლება კიდე შექმნას სხვა სახის დისკომფორტი, ამაზე ვისაუბრეთ უკვე თანდათან, როცა მიყვებით დღის სათითაო დღის პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. ნუ დავიწყოთ ხვალინდელი დღით, ეს არის 22 აპრილი, ორშაბათი დღე, აქ ძალიან კარგია ეს დღე საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის, მოერიდეთ ზედმეტ რეგლამენტებს, კარგი დღეა ქორწინებისა და სხვა შორის ინტიმური კონტაქტებისათვის, ზედმეტად, მოდით ვთქვათ ესე ემოციურები ხვალ იქნებიან, ტყუპები, კერჩხები, მორიელი და მშვილდოსანი. ამიტომ ესე იგი მათ გასაგებად მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა მეტად აკონტროლეთ ჩვეულებრივ ზომეტად თქვენი ემოცია, იმიტომ რომ ზედმეტი ემოციური, ასე ვთქვათ, აღტკინება შეიძლება გახდეს გარკვეული პრობლემების, ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტების ერთ-ერთი საბაბი. დაამხრივ იყო ცოტა მეტად ყურადღებით. 23 რიცხვი სამშაბათი დღე აპრილისა გამოიყენეთ, იგი თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების კუთხით, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა მოგეცემოთ. ამავდროულად მოვერიდოთ აქ სისხლის გადასხმას, მშენებლობას, სოლარიუმსა და საუნას.
და გეომაგნიტურია ეს დღე მოგეხსენება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აქვს ამ დღეს. აქ ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. იცით ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც უბრალოდ მთვარის ენერგია ტრადიციულად ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას. ადამიანებს შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა, საკითხავს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან. ასეთ პერიოდში ჩვენ გვაქვს 15 საათიდან 53 წუთიდან ღამის 1 საათამდე. აი ამ პერიოდში მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. 24 რიცხვი 4 შაბათი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რატო? იმიტომ რომ აქ პლანეტა პლუტონი დიდი კოსმური ენერგიების მმართველი და მორიელი ზოდიაქოს მმართველი ხდება რეტროგრადული უკან მოძრავი. ეს მოვლენა ხდება თხისკა ზოდიაქოს ნიშანში და გასტანს 30 სექტემბრამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია შეიქმნას მეტი დაძაბულობა. ამიტომ აი ახლა რაც ხდება პანგიში, აი ეს უმჯობესია რომ 24-მდე დასრულდეს. 24-ში ესეთი ხალხმრავალი დაუშვათ ზონები და ადგილები შეიძლება გახდეს სერიოზული ენერგოდაბინძურების და სერიოზული კონფლიქტების ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ მაქსიმალურად მოდი თქვათ ასე. ეს კოსმოსის რჩევა 30 სექტემბრამდე მოერიდეთ ზედმეტ ხალხმრავალ ადგილებს, მათ შორის მიტინგებს, გამოსვლებს და შემდგომ, იმიტომ რომ აქ მეორე თვალის აღების და სულის ენერგოდაბინძურების საფრთხე საკმაოდ მაღალია. ეს გავითვალისწინოთ. შემდგომ მაქსიმალურად მოერიდოთ ყველა სახის საგანგებო თხას უსვამ ამას შემოკარგებო ყველა სახის საეჭვო ეზოთერიკოსებსა და ექსტრასენსებს. სამაგერად მეტად ნაყოფიერი იქნება აქ ურთიერთობა იოგა სისტემასთან და მედიტაციურ პრაქტიკასთან. აი ეს მოგცემს გაცილებით უკეთეს შედეგს. იოგა ვარჯიშების სისტემის ჩატარება, მაგრამ ეზოთერიკო საეჭვო ეზოთერიკოსები თავისთავად ხო? საეჭვო მკითხავები, ხა ზოგი კითხავი ძალიან კარგია პროფესიონალი, იმაზე არ მაქვს საუბარი. აი აქ ეს ტენდენცია რას ნიშნავს? აი პლუტონის უკან წამოსვლა ნიშნავს იმას რეტროგრადულობა, რომ მაღალია უკვე ალბათობა იმისა უყურადღებობის ფონზე, რომ შეიძლება ადამიანი ადვილად გადაიყაროს ძალიან ფრიად საეჭვო, კარგად მოლაპარაკე და პიარის დიდო სტატუსს თქვათ საეჭვო ეზოთერიკოსებს და ექსტრასენსებს, ასე მკითხავებს. ამიტომ შეიძლება თქვათ მოხდეს თქვენი დაპიარება, რეალურად მე მიიღებთ არასწორ ინფორმაციას, მე მიიღებთ ენერგოდაბინძურებას და 1000 საზღვრობას. და ამიტომ ვიყოთ ძალიან ყურადღებით ხილად, ეს არის სერიოზული კოსმური გამოცდების პერიოდი თითოეულ თქვენთაგანისთვის, იმიტომ რომ როდესაც ჩემთან მაგალითად მოდიან ადამიანები და მათ ჭირდებათ მაგალითად განწმენდაზე მუშაობა, ძალიან ხილად უდგები ამ საკითხს და მხოლოდ შემიძლია ისინი გაუშვეს ის თუ შევხედავ რა სახის და თქვათ დაბინძურება აქ მასულს მხოლოდ იმ პიროვნებასთან, ვისთანაც მაგალითად მე შეიძლება ნამდვილად სრული ნდობა გამოვხატო და ვიცი რამდენად სუფთა ენერგიის მატარებელი. მაგრამ აი ესე რომ ადამიანები ეძებენ მოდიან ჩემთან და ვიღაცებთან იყვნენ და ახლა რასკვლელი გვარსადევასახელებისთან იყვნენ ძალიან ცნობილი პიროვნებები არიან და მე მაჩვენებენ იმას თუ რა გააკეთეს იმათმა და აქ ამათ არწმუნებდნენ რომ ეს იქნება თქვენი წარმატების ტალკვესი უკვე ჩემთვის გასაღებია ის პიროვნება შავია თუ თეთრია. აქედან გამომდინარე მე გამოდის გაზეთებში წერს რაღაცა ლამაზ ფრაზებს და ხალხი კითხულობს და ჯერა და გონიათ რა ესეთი ანგელოზი ფრთიანი მეორე არ დუდის. ამ დროს არის ტიპიური შავი რომელმაც ახლა ერთ-ერთი მაგალითი მინდა გითხრათ რომელიც გოგონას ესეთი медаლიონი აჩუქეს შიგნით აღმოჩნდა გველის ენა. ზეთქონი რასაკვირველია თავისთავად და აღმოჩნდა შელოცვა სასწაულად მძიმე და ეს მას მისცეს როგორც медаლიონი, რომელიც გულზე უნდა ეკიდოს სულ, ეს იქნება მისი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი. და ეს არის პიროვნება, რომელიც სწორედ მას ეუბნებოდა, რომ მე გადაგარჩენ, მე გიშველი და ასე შემდგომ, ხო? და სკოლის ყველაფერი მოხსენეთ, ყველაფერი მოვაშორეთ, გავანთავისუფლეთ თან გულის ჩაკრას უხურავდა. ამით ის ადამიანი ხა რაზე ლაპარაკი რა მის პოზიტივზეა საუბარი, სუფთა შავი და ბნელი პიროვნებაა, ხო? ამიტომ ესეთები ჩვენ გვყავს, საკმარისად გვყავს და ამიტომ მე მინდა რომ აი აქ იყოთ განსაკუთრებით ყურადღებით. ესე იგი პლუტონის რეტროგრადულობა ნიშნავს სწორედ ამას, რომ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ შეიძლება გადავეყაროთ ზუსტად აი ესეთ ადამიანებს. ამ პერიოდში იქნება რომ შემოამეზობელი, შემოანაცავი თქვი, იცით რა გარეკით ხავი ვიცი, აი წავიდეთ ერთი ძალიან მაგისეთ რამეს გეტყვის. თქვენ საახვალთ ის მკითხავი მე რაღაც ისეც გააკეთებს, ან ისეთ ენერგოველში ჩაგთავთ, ან ისეთ თვალს აიღებთ იქედა რომ მე ვერ მიხვდებით რა შეა საქმე. თავიდან შეიძლება ყველაფერი კარგად
დაევიდეს და მე გაცილებით უარესად წარიმართოს, ვიდრე ეს თავიდან იყო. ამის მაგალითები მე ძალიან ბევრი მაქვს, ამიტომ ეს ტენდენციები აქ არის მაღალი. ანუ თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ფრიად საეჭვო ვიმეორებ კვალიფიკაციის ავანტურისტი, კითხავების, ექსტრასენსების და ამდაგვარი ასე ვთქვათ საეჭვო ესოთერიკოსების ხელში. ამიტომ ვიყავით განსაკუთრებით ხილად 30 სექტემბრამდე. ხოლო თუ მისვლა უნდა მიხვიდეთ 5 ის ადამიანთა, რომელიც ნამდვილად იცით, რომ არის პროფესიონალი და ოპერების სკოლისა წესიერი. აი ამას მიაქცეთ ყურადღება. და აქ კიდევ პლუტონის რეტროგრადულობასვე გვამსტუმს, რომ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ამ პერიოდში გამოვლინდნენ ძველი, სხვა ჩვენს ინტიმური პარტნიორები და მათი მხრიდან ინიციატივამ და აქტივობამ შეიძლება ეჩინოს თავი. ეს ერთი და უბრალოდ ისიც, რომ შესაძლებელია თქვენ აქ აღმოჩნდეთ ძველი რაღაც ეზოთერული სწავლების დაბრუნების წინაშე. ან დავშა დადიოდეთ რაღაც ჯგუფში, შეიძლება იოგა ჯგუფი იყო, ან რომელიღაც სხვა ჯგუფი, ან შეიძლება გქონდათ რაღაცა ძველი ეზოთერული წიგნი, ან რაღაცა ეზოთერული მიმდინარეობა, რომთან გქონდათ ოდესმე კავშირი. შესაძლებელია სწორედ აი ამ მოვლენებმა დაგაბრუნონ აი ამ ძველ განუვითარებელ ან დაუსრულებელ რაღაც ეზოთერიკასთან დაკავშირებულ, ან ინტიმურ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებთან და სფეროებთან. ამის ტენდენციები აი ამ ზეგავლენის შედეგად აქ ჩვენ გვაქვს. ალბათობა ამის მაღალი, მაგრამ არაუცილებლობა თავისთავად. და აღნიშნოთ კიდევ 25 რიცხვი, აპრილის 5 შაბათი დღე, პოზიტიურია ძალიან საკამათო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისათვის, ეცეთ გამოიყენოთ სასიკეთო შესაძლებლობები, რომელიც ამ დღის განმავლობაში გექნებათ. პარასკევი გეომაგნიტური დღეა იცით, ეს ერთი, მეორე აქ ჩვენ გვაქვს ასევე მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. ღამის პირველი საათიდან 13 საათამდე 28 წუთამდე აი განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება სკოლებს და ქვეით ატმოსფერულებს, რომ ყურადღება რადიკალურად მატულობს. ეს სკოლები 26 აპრილს პარასკევს, რაც შეეხება 27 აპრილს აქაც გეომაგნიტური დღე არის, მაგრამ რაც შეეხება დაუბრუნდეთ 26-ში კიდე არის ერთი საყურადღებო მოვლენა რა. 26-ში პარასკევს საფრთხე გმართებს საჭესთან და ნასვამ ადამიანებთან, იმიტომ რომ კონფლიქტების ტენდენცია მათთან მოიმატებს. მაგრამ სამაგეროდ კარგია ეს დღე ცოდნის მისაღებად, სიბრძნის გადასაცემად, კი ბატონო, სწავლისთვის. თუ საღამო უჭებესია რომ მაინც სახლში გაატაროთ. 27 შაბათი მეტი ყურადღება დაუთმეთ საქმეთა მსვლელობას, მზად იყავით სიურპრიზებისა და მოვლენათა მოულოდნელი განვითარებისათვის. ახლა გააჩნია ვინ რას იმსახურებს, იმიტომ რომ თქვენ უკვე მკითხავთ რა სახის სიურპრიზებზე ალაპარაკი, ვინ რას იმსახურებს, ზუსტად აი ამ სახის, ან კარგ ან ცუდ სიურპრიზს მიიღებს. რაც შეეხება 28 რიცხვს, აქაც გეომაგნიტური დღე არის და 28-ში შემდეგ კვირას ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს. 13 საათი 54 წუთიდან 24 საათამდე გასტანს იგი. ანუ ზუსტად ემთხვევა ჩვენი გადაცემის შემდეგი კვირის გადაცემის დღეს. ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ვიყოთ ყურადღებით, რატო? იმიტომ რომ ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აქ ჩაეძინოს ყურადღებობის ფონზე, გამოიპაროს რაღაც ინფორმაცია, ტრავმულ ავარიულმა ტენდენციებმა შეიძლება ეჩინოს თავი, ანუ ესე დროს აი ყურადღების მოდუნების ფონზე ამდაგვარმა სიტუაციებმა შეიძლება ეჩინონ თავი. აუცილებლობა ამის არ არის, მაგრამ ტენდენცია არის და გავითვალისწინოთ და კიდევ 28-ში შემდეგ კვირა დღეს, პირველში ეს უკვე აღდგომის დღესასწაულია, ნუ დღეს ბზობა გვაქვს და აი მე დამოიწოვ და დამეწყო ბზობას, გილოცავთ შემოკარგებო და მრავალ ბზობას დაგასწროთ ღმერთმა და შემდეგ კვირას მოგილოცავთ ასევე აღდგომის დღესასწაულს. შემდეგ კვირას მეტი დრო დაუთმეთ სახლს, ოჯახს, მაქსიმალურად მოვერდოთ კონფლიქტებს და განსაკუთრებით საღამოს. აი აქ ცოტა კონფლიქტური ტენდენციები შეიძლება გაგვივიდეს და ამიტომ ვიყოთ ცოტა უფრო თავდაჭერილები, მეტო დიპლომატიურები და მე თუმცა ეს არის აღდგომის დღესასწაული, რომელსაც უნდა შეიძლება პოზიტიური განწყობით შევხვდეთ. ეს ის ტენდენციებია, რომელიც უკავშირდებოდა ესე იგი შემდეგი კვირის ზეგავლენას და იმნიშნებს, რომ ის მეშვეობით ჩვენ აქ შეგვიძლია უკვე განსაზღვროთ გარკვეული ტენდენციები და ეხლა უკვე მე შემიძლია ვაგრძელებთ გადაცემას, ასტროლოგია, ჩვენი ასე ვთქვათ დღევანდელი თემა და უბრალოდ სკოლისა ესე იგი იმის შესახებ თუ რა ტენდენციებია მოსაუდნელი შემდგომ კვირაში, ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ იქამდე ხა მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, იმიტომ რომ კითხვები შემოვიდა. ვინც ნახა ბოლო ორი გადაცემა პარასკევის ტელეკომპანია კავკასიაში თქვენი დრო,
ნუ დამეთახმება რომ ძალიან საინტერესო რესპონდენტები ყავდა, ჩვენ ყავდა პენსიის სპეციალისტი ქალბატონი ეკა კვარაცხელია, რომელიც ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა მათ შორის ფიზიოგნომიკაზე, ბევრმა მგონი არ იცოდა რა არის ფიზიოგნომიკა და არ ითვალისწინებდა თავის თავად და ეხლა მგონი უკვე კარგია რომ ჩვენ საზოგადოებას წარმოდგენა აქვს იმის შესახებ თუ რა არის ფიზიოგნომიკა, რომ თურმე არსებობს ასეთი რამ, რომელსაც დიდი ხანია აღმოსავლეთში მათ შორის სწავლობენ და ითვალისწინებენ და ამიტომ ინფორმაცია იყო ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო უბრალოდ ახლა დრო რამდენიც გვაძლევდა საშუალებას იმის და მიხებით ცხადია მაგაცოთ ინფორმაცია, მაგრამ მე მგონია წარმოდგენა შეგექმნა და უკვე ეს უკვე დადებითია და წინა კვირას ჩვენ ყავდა ახლა უბრალოდ ახლა პარასკევს ყავდა ამ კვირაში ქალბატონი თინა თოფურია, რომელიც არის ნუ მოგეხსენებათ ჩვენ მე ვედახი დედოფალს თქვათ ჩვენი ჰომეოპათიისა ყავს გიანა დარეიშვილი და ყავს თინა თოფურია, ორი ძალიან დიდი ოსტატი თავის საქმისა. ავტომატ თინა ძალიან უნიჭიერესი და ძალიან საინტერესო პიროვნება და ვინც მოისმინა მისი გადაცემა პარასკევს ნახარად ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა, არაორდინარული ტიპიური მარწყულია და ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ თემატიკა შეეხო. ძალიან კარგი საინტერესო წამლები აქვს მას და აი სწორედ ამ წამლებით დაინტერესდა ასევე ჩვენი ტელემეყურებელი, ამიტომ მათ აინტერესებთ ესე იგი ამ პიროვნებების ჩვენ ტელემეყურებლებს ტელეფონის ნომრები და მე ვეცდები ამით ვისარგებლო ახლა და მოგაწოდოთ ეს ნომრები, ესე იგი ვისაც უნდა ქალბატონ თინა თოფურიასთან დაკავშირება შეგიძლიათ დაუკავშირეთ მას შემდეგი ნომრით 595 97 55 98. ვიმეორებ 595 97 55 98. ჰომეოპათიის ჩვენი ქართული დედოფალი ქალბატონი თინა თოფურია. და შეეხება ქალბატონ ეკა კვარაცხელიას, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ კიდევ შეშვის მინდა გითხრათ ახლა სამშაბათ 7 საათზე რადიო საქართველოს ხმაში და ძალიან მალე ასევე ხილავთ გია ჭეჯანიძეს გადაცემაში, სადაც ასევე იქნება სერიოზული საუბარი ფიზიოგნომიკაზე და აქ ჩვენ კიდევ გქონდა საუბარი გახსოვთ რიცხვებზე, რომელ სართულზე ცხოვრობთ და რომელ ნომერში თქვენი სახლისა და რა მშობაა გამომზე აქ შეშვის ამაზეც არის ძალიან დიდი გამოძახილი და ამიტომ ადამიანებს საინტერესებთ უკვე ამ თემებთან დაკავშირებით მასთან დაკავშირება. ესე იგი ქალბატონ ეკა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგი ნომრით 568 1404 56. ვიმეორებ 568 1404 56. ანუ უკვე ეს ფაქტობრივად არის ჩვენი პენსიის სპეციალისტი, ასევე ფიზიოგნომიკის და ნუმეროლოგიის საკმაოდ კარგი სპეციალისტი. ეხლა ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს, ნუ პრესკოლის ესე იგი რა ხდება კიდე რა მოვლენა გვაქვს ჩვენ შემდეგ კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო მზე, რადგან შევიდა კურო ზოდიაკოში, აქ მას დახვდა მოულოდნელობების და თავისუფლების მმართველი პლანეტა ურანი. და აქედან გამომდინარე ხდება მზის და ურანის შეერთება. შემდეგ კვირის განმავლობაში ეს მისცემს საშუალებას რომ ადამიანებში მეტად გაიზარდოს ლტოლვა სიახლეებისა და ორიგინალურობისადმი, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი, შემოქმედებითი ძალიან საინტერესო ტენდენციებისადმი ხასიათისა და ამავდროულად შთაბეჭდილების განსაკუთრებული მიღების ტენდენციები მოიმატებს. აქ მithumetas სიყვარულის ხელოვნების სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა შეერთებაში ახლა პლანეტა მერკურისთან, ვერძის ზოდიაკოში და ასევე პარტნიორული ურთიერთობების ერთ-ერთ მმართველ პლანეტა ქირონთან. რაც გვაძლევს საშუალებას რომ შემდეგ კვირაში შეიძლება აღმოჩნდეთ ძალიან სასიამოვნო, საინტერესო ნაცნობობის წინაშე როგორც საქმიანი, შეიძლება იყოს ასევე რომანტიკული ეს ნაცნობობა. ეს ის პერიოდი, რომლის შენობისას ამავდროულად მოვერიდოთ მშენებლობის დაწყებას, სარემონტო სამუშაოებს. აქ უბრალოდ ისიამოვნეთ იმ დღეებით, რომელიც აქ შემოდის, შეგვიძლია იქნება გაცილებით უკეთესი ამენტი, უფრო მეტად საშკეთო ენერგეტიკის შემოსვლა, ამიტომ ისიამოვნეთ ამ პერიოდით. ეხლა რაც შეეხება მათ, ვინც დაკავშირებულია ფინანსებთან, ბიზნეს საქმიანობასთან, მათ გასაგონად მინდა აღნიშნო პირველ რიგში, რომ პერიოდი, რომელიც უკავშირდება 22, მოდი ვთქვათ ასე, 26 აპრილის შუალედს ძალიან კარგია კონტრაქტების ხელმოსაწერად. ფინანსური ოპერაციებისათვის, კაპიტალ დაბანდებებისა და ზოგადად ინვესტიციებისათვის. 27 აპრილი კარგია გარიგებებისათვის, განსაკუთრებით აი საცნაურის კასის პარტნიორებთან გარიგებებისათვის. აქ ძალიან კარგად წარიმართება ყველა ესეთ საკითხი, რომელიც დაკავშირებული იქნება უძრავ ქონებასთან, ხელოვნებასთან და საკუთარ ცხოვრებულ საკითხებთან. 28 აპრილი აქ მოიყვანა წესრიგში თქვენი დოკუმენტაცია, საბუთები და აქ თუ რაიმე სახის გაქვთ
დავუშვათ გადასახდელი რაღაც ჯარიმა და ასე შემდგომ აუცილებლად ეს ყოველივე ამ შემთხვევაში უნდა მოიშოროთ და ჯარიმა არ დაიტოვოთ. რაც შეეხება მოგზაურობას 22 აპრილი დღე უკავშირდება იმას, რომ კარგი აქვს დავუშვათ მოგზაურობა მეგობრებთან. ან დავუშვათ რაღაც კარგ თქვენს სამეგობრო ჯგუფთან ერთად, კი ბატონო. 23-26 აპრილის შუალედი აქ გზებზე შეიძლება გარკვეულმა პრობლემებმა ეჩინონ თავი წინასწარმეტყველო საზღვაო სირთულეებმა, ამიტომ მაინც სასურველი ეს პერიოდი არ არის მოგზაურობისათვის. 27-28 აპრილი კარგია მოგზაურობისათვის, განსაკუთრებით ბუნებაში. ან დავუშვათ ნათესავებთან მოგზაურობის კუთხით ეს პერიოდი კარგია. რაც შეეხება სასწავლო პარტნიორ ურთიერთობებს 22-26 აპრილის შუალედი ძალიან კარგია ახალი ნაცნობობისათვის, ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, შეიძლება უმრავლესობა ამ ურთიერთობისა დასრულდეს ქორწინებით, ასეც აღნიშნოთ. რაც შეეხება 27 აპრილს ეს მეტი დრო დაუთმეთ ეს დღე ოჯახს. აქ საკმაოდ შთაბეჭდილებებს მიიღებთ 28 აპრილი აქ მეტი დრო დაუკავშირეთ საკუთარ თავს, საკუთარ გარეგნობას. შეიძლება გარეგნობის შესვლისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდი იყოს, მოდით ესეც აღნიშნოთ. ეხლა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენ აღნიშნეთ, ესე იგი ისეთი გრანდიოზული მოვლენა, როგორც არის ის, რომ ზე გადავიდა კუროს ზოდიაქოში და ერთი თვე ჩვენ ფაქტობრივად ეხლა ვიმყოფებით კუროს ზეგავლენის უკვე ქვეშ, იმიტომ რომ ზე მოხსენებთ ყოველს ძლიერ ზეგავლენას ახდენს ეს მანათობელი თითოეულ ჩვენთაგანზე და ამიტომ ზის გადასვლა კუროს ზოდიაქოში ასე იქნება ერთი თვის განმავლობაში და უკვე სადღაც 7 მაისიდან კიდე მას შეუერთდება ჯერ პლანეტა მერკური, ცოტა მოგვიანებით პლანეტა ვენერა და უკვე სრული კონგლომერატი გვექნება კუროს ზეგავლენისა, მაგრამ უკვე ეს ზეგავლენა არის თვალშისაცემი, ესე იგი, რადგან ჩვენ ერთი თვის განმავლობაში კუროს ზოდიაქოს ენერგიების ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით, მოდით მაშინ აღვნიშნოთ რა ტენდენციები ამასთან დაკავშირებული და რას გვიქადის ამ მხრივ კურო. პირველ რიგში მოდით აღვნიშნოთ, რომ კურო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ნიშანია, კონსერვატიული ტრადიციული. ამიტომ ის გვაძლევს უფრო მეტას თქვათ სასიკეთო ტენდენციებს წინა პერიოდისგან განსხვავებით. ამ შემთხვევაში სამსახურო სფეროში მეტნაკლებად ყველაფერი იქნება წესრიგში. ხელმძღვანელებიც უფრო სასიკეთოდ იქნებიან განწყობილები ვიდრე წინა პერიოდში თქვენ და მი. აქ ინტრიგები და მოშორნეები შეამცირებენ თავის ზეგავლენას ან საერთოდ გაქრებიან, მოდით ვთქვათ ასე. თქვენი თვალთახედვიდან კოლეგებთან ურთიერთობა გაცილებით მეტად გაუმჯობესებელი იქნება ამ პერიოდში და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახლა კურო პრაგმატიკოსია მოგეხსენებათ მიწის სტიქიის წარმოადგენელი ნიშანი, ამიტომ ის ფანტაზიებს არ ეკნობა და არ დაფრინავს. რო თქვენ კარგად ყარად გავს, თქვათ ფეხზე, მიწის სტიქია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კუროსთვის განსაზღვრა პრიორიტეტების. ამიტომ აუცილებლად თქვენი მიზანი უნდა იყოს გარკვეული და არა ბუნდოვანი, რათა აი მიზნისკენ მიმავალი გზაც მე სწორად დაისახოს. ამასთან ერთად შესაძლებლობა მოგეცემოთ აუცილებლად ეს ყველა ნიშნებს ეხება მეტნაკლებობით თავისთავად ფინანსური საკითხების გარკვევისა, იმიტომ რომ კურო მოგხსენებათ მართავს საბანკო ეკონომიკურ და ფინანსურ სექტორს. ასევე საოჯახო ურთიერთობებში იქნება სიმშვიდე, ურთიერთგაგება მოიმატებს, სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთანაც მაინდა-მაინც არ არის მოსაუბრებელი, ხმცირებადიანი გაცივება შესაძლებელია, მაგრამ სერიოზული არაფერი. მაგრამ მაინც გავფრთხილდეთ, მოდით ყელის არის, იმიტომ რომ ცოტა ასუსტებს ენდოკრინულ სისტემას და ყელის არის კუროს ზონა. მოდით ვთქვათ აღვნიშნოთ ასე სამხრეთ აღმოსავლეთი მხარე. ეს პერიოდი იქნება ამ შემთხვევაში საკმაოდ კარგი. ეს ის ზონა, რომელშიც დრო და დრო თუ იქნებით, არ გემოცხადე, იმიტომ რომ აქ საკმაოდ კარგი ენერგია მოდის ამ ზონაში, სწორედ ამ თვის განმავლობაში. აღვნიშნოთ, რომ აქ აუცილებელია უკვე ვარჯიშები. კურო ის ნიშანია, რომელიც ხელშეუს აქცევს ამას ყურადღებას და საუკეთესოდ რომ მოდის იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ. ამიტომ ნებისმიერი სახის ვარჯიშები, გინდათ ეს სირბილი იყოს, გინდათ ტრენაჟორები იყოს, თამაშები ნებისმიერი ძალიან კარგია. განსაკუთრებით პრესის მოსაწესრიგებლად ძალიან კარგია. ეს პერიოდი, ამიტომ ვარჯიშები თუმეტეს სუფთა ჰაერზე იქნებოდა ძალიან კარგი. ახლა თუ სახლში ვარჯიშობთ, მაშინ აუცილებლად გააღებთ პანჩები, რომ აქაც სუფთა ჰაერმა ეჩინოს მეტად თავი. ამ შემთხვევაში ვარჯიშებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მეორე რომელიც საგრძნობლად ხელს შეუწყობს ასევე წონის კლებას. დამეთუმეტეს ახლა, იმიტომ რომ სავსემთვარეობის შემდგომ და სავსემთვარე ახლა იყო 2 დღის წინ ფაქტობრივად, სავსემთვარის შემდგომ თქვენიცით 2 კვირა არის საუკეთესო, სწორედ აი წონის შემცირების კუთხით. რაც შეეხება საკვებს, მოდით აღვნიშნოთ, რომ
ვთქვათ, კბილეული მისაღებია და მჟავეულიც მისაღებია, ოღონდ ზომიერად რასაკვირველია. ხორცეულიდან მოდი თქვათ ასე, აქ პირველ რიგში ხბოს ხორცი წამოიწევს წინა პლანზე, რასაკვირველია ხილი, ფაფეული, კი ბატონო, ყველი და ზღვის პროდუქტები. აი ეს წინა პლანზე წამოიწევს და ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ნაკლებად ცოტა შევამციროთ პურის რაციონის მიღება. რაც შეეხება მოგზაურობას, მოდით ასე აღვნიშნოთ, რომ სამოგზაუროდ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და რაც თვარია ძალიან ფართო ასორტიმენტი გვაქვს სამოგზაურო ადგილებისა, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ იმოგზაურო და იქნება ძალიან კარგი. ეხლა ესეთი ეგზოტიკური ადგილი, როგორც არის ალასკაში, ერთებულ შტატებში იქნება განსაკუთრებით კარგი და ძალიან შთამბეჭდავი. მაგრამ არა ისასვლელი მოგზაურობა ახლა სამხრეთ ამერიკაში და ახალ გვინეაში. აი ამ ადგილებს მოვერიდოთ. დანარჩენი რომელი ზონაც გინდათ ამოარჩიეთ და იქნება თქვენი მოგზაურობა ფრიად კარგი და მოდით ვთქვათ ასე ნაყოფიერი. ეხლა რაც შეეხება სხვა მშვენ მოვლენებს, ვისაც აქვს განზრახული შემდეგ კვირის განმავლობაში მკურნალობის დაწყება, აი მათ გასაკონოდ მინდა აღვნიშნო, რომ 22, 25 და 27 აპრილის დღეები კარგია მკურნალობის დასაწყებად. არ ვარგა 24 და 28 აპრილი და არჩევნი დღეები საშუალო ანუ ნეიტრალურია. სამოგზაუროდ მოგზაურობის დასაწყებად დაუშვათ თუნდაც 22 კარგია, 23, 25, 26. არ ვარგა 28 და არჩევნი დღეები ნეიტრალურია. სამსახურის შესასვლელად კარგია 25 და 26. აპრილის დღეები არ ვარგა 24 და 28 აპრილი და არჩევნი დღეები საშუალოა. ხელშეკრულებების დასადებად კარგია 22, 25, 27 აპრილის დღეები არ ვარგა 24 და 28 აპრილი. ქორწინებისთვის კარგია 22 აპრილი, არ ვარგა 23, 24, 28 აპრილის დღეები. ბინის ყიდვა გაყიდვისათვის, აღარ ბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგია 22 და 26 აპრილი, არ ვარგა 24 და 28 აპრილის დღეები. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოების მაინდამაინც ეს პერიოდი არ ვარგა, როგორც აღვნიშნეთ ჩვენ, მაგრამ თუ მაინდამაინც განზრახული გაქვთ და აუცილებელია, მაშინ ჯობია დავიწყოთ 23-ში, 25-ში, 26 აპრილს და არა 24 და 28 აპრილის დღეებში. მსხვილი საგირლებისთვის კარგია 22 აპრილი, არ ვარგა 24 და 28 აპრილის დღეები, სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგია 26 აპრილის დღე. და არ ვარგა 22 და 28 აპრილის დღეები. დარჩენი დღეები ამ კუთხით მოდით ვთქვათ ასე ნეიტრალურია. ეხლა რაც შეეხება უკვე თქვენცით რიტუალებს, საფინანსო რიტუალებს, რომის მეშვეობით თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი, ან მოხდეს მისი განზიდვა შეიძლება თქვენგან თუ არასწორად მოქმედებს ადამიანი, პირველ რიგში რა მოქმედებები და რა რიტუალები ამ შემთხვევაში საყურადღებო. აი მაგათად ხვალ 22-ში. კარგია ვალუტის ყიდვა გაყიდვა, ეს მოიზიდავს თქვენ და მის შემდგომ საფინანსო ეგრეგორს და შესაძლებლობებს. მაგრამ ხვალ ნუ შეიძენთ სარკეს და საიუველირო ქვებს, საგნებს. ეს პირიქით განიზიდავს შემდგომ ფინანსებს თქვენ და მი. 23 აპრილს სამშაბათს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება. მაგრამ არ ვარგა სავალუტო ოპერაციების ჩატარება. 24 აპრილს 4 შაბათს კარგია ვალების დაბრუნება, საათის შეძენა, მაგრამ არ ვარგა ფულის გადათვლა. ეს განიზიდავს თქვენთან შემდგომ დამატებით სახსრებს. 25 აპრილი კარგია ფულის ვალში გაცემა, ნაღება, ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარგა აქ კაპიტალ დაბანდება. 26 აპრილს კარგია ვალის დაბრუნება, ასევე საათის შეძენა, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება. 27 აპრილს შაბათს კარგია ნებისმიერი სავალუტო ოპერაციების ჩატარება, კაპიტალ დაბანდება, ფულის გადათვლა და ვალის დაბრუნება. 28 აპრილს კვირა დღეს კარგია ასევე ვალის დაბრუნება, ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ აქ არ არის სასურველი უკვე ვალუტის ყიდვა გაყიდვა, რაც პირიქით განიზიდავს შემდგომ თქვენგან დამატებით სახსრებს. და ეხლა უკვე რაც შეეხება ანგელოზისაც, მოგეხსენებათ ეს ის დროა, რომლის ხელობისას თქვენ შეგეძლიათ მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს და გარკვეულწილად მიიღებთ იმ დონის სხვა დახმარებას მისგან, რასაც იმსახურებთ ამ თხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ ის რომ თქვენ კონტაქტზე შეხვალთ მასთან ამ პერიოდის განმავლობაში, ეს კი ეს უდავოა ამ პერიოდში და მოიტანხმოთ ასევე ისიც რომ აქ შეგეძლიათ ამ პერიოდებში რაიმე კარგი საქმე შეასრულოთ, აი რაღაც სასიკეთო საქმის შესრულების შემთხვევაში აქ აშკარად იგრძნობთ ფარველ ანგელოზის მხრიდან დახმარებას თქვენდამი. და ეს რა პერიოდები გვაქვს ჩვენ? ნუ პირველ რიგში მოდით ხვალინდელი დღე აღვნიშნოთ 14 საათიდან 22 წუთიდან 15 საათამდე 4 წუთამდე.
ჩვენ გვაქვს ანგელოზის საათი. 23-ში ეს არის სამშაბათი, 14 საათიდან 19 წუთიდან 15 საათამდე. 24 აპრილს ანუ 4 შაბათს 14 საათიდან 16 წუთიდან 14 საათამდე 59 წუთამდე. 25 აპრილს 5 შაბათს 14 საათიდან 14 წუთიდან 14 საათამდე 57 წუთამდე. 26 აპრილს პარასკევს 14 საათიდან 12 წუთიდან 14 საათამდე 55 წუთამდე. შემდგომ 27 აპრილს 14 საათიდან 9 წუთიდან 14 საათამდე და 52 წუთამდე და 28 აპრილს 14 საათიდან 5 წუთიდან 14 საათამდე 59 წუთამდე. ეს ჩვენ გვაქვს ანგელოზის დრო, ანგელოზის საათი, მოდით ესე ვთქვათ. ეხლა კიდევ ერთხელ მინდა ესე იგი შეგახსენოთ, რომ რას გვევლია კვლავ და კვლავ გამოდის ჟურნალი ჰოროსკოპი პლუს რევიუ, სადაც თქვენ შეგიძლიათ ასევე ინფორმაცია მიიღოთ ჩემს ვერ მოწოდებულ მთელი თვის ასტროლოგიურ პროგნოზზე. ამის გარდა არაგვერიოს ეს ჟურნალ დიდ ჟურნალ ჰოროსკოპთან, რომელსაც ნუ რას გვევლია გადაშლით და შიგ აღმოაჩენთ უამრავ ინფორმაციას. აქ ჩვენ გვაქვს ასტროლოგიური კალენდრები ჯიბის, რაც არის თითოეული დღის პოზიტიური ვარყოფითი დღის, ასე ვთქვათ, განსაზღვრა ახალთვარეობის და შემდგომ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნისა, მაგრამ ვისაც უნდა დავუშვათ უფრო დიდი კალენდარი იყოს 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი ერთად მოთავსებული, მათ ვისაც არის მაგალითად ესე დიდი კალენდარი, სადაც არის 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის პოზიტიური და ვარყოფითი დღეები, ახალთვარეობის, სამსთვარეობის დღეები, განსაზღვრული მთელი წლის განმავლობაში გათვლილი, შესაბამისი, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციით. ჩვენ გვაქვს სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი აქვე შიგნით, სადაც არის დღეები მითითებული, რომლის ობისას არ არის სასურველი ოპერაციის ჩატარება და რომელ ორგანოებზე ეს ყველაფერი აქ არის აღნიშნული და რას გვევლია ბიზნეს შემოქმედებითი სასწავლო კალენდარი თავისი პლუს მინუს დღეებით. და ეს ყველაფერი დევს შემოკარგებო სწორედ აი ამ ჟურნალში, რომელსაც ეწოდება ჰოროსკოპი, რომელიც ერთხელ გამოდის წელიწადში. და აქ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შეგნით კიდევ ინფორმაცია, რომელიც მთვარის კალენდრის და მიხედვით ყოველდღიურ პროგნოზებს გვაწვდის რეკომენდაციას ყოველდღის შესახებ და ამის გარდა აქ ჩვენ გვაქვს რას გვევლია საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზები, გრაფიკები, დედამიწის გეომანტიისა და გეომაგნიტური მდგომარეობისა და რას გვევლია ამის ახსნა განმარტებით. ამის გარდა ჩვენ გვაქვს ასეთი ჟურნალი ბროშურა შენი ჰოროსკოპი უნიკალური, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად წლის ჰოროსკოპი. აქ არის სათითაო თვის და მიხედვით ყველა ზოდიაქოს ნიშნის შესახებ ინფორმაცია მოწოდებული. და ამის გარდა ჩვენ აქ გვაქვს ინფორმაცია შავი და თეთრი მთვარეების შესახებ, შეგიძლიათ აქ ცხრილების მიხედვით გამოითვალოთ, თუ თქვენი დაბადების მომენტში სად იმყოფებოდა შავი მთვარე, სად იმყოფებოდა თეთრი მთვარე, რაზე გავლენას ახდენს ეს თქვენზე და რას ითხოვს თქვენგან. აი ეს ყოველივე გაქვთ აქ. ეს ინფორმაცია და სკოლის წიგნები, რომელიც გვაქვს ჩვენ გამოშვებული ზოდიაქოს ნიშნების შესახებ, იცით ამის შესახებ, ეს შეგიძლიათ ყოველივე შეიძინოთ მაღაზიაში, ხურებში, ბიბლუსის მაღაზიებში, მოითხოვეთ იქ აქტიურად, იმიტომ რომ მალავენ, ვერ ვიგებ რატომ მალავენ, მაგრამ მოითხოვეთ, ბიბლუსის მაღაზიებში არის შეტანილი და ჯიხურებში, ასკულა პრესის ჯიხურებში, ლატარიის ჯიხურებში ეს ყოველივე არის და იქნებით, ასე ვთქვათ, გაფრთხილებული შეარაღებული ამ ინფორმაციით. ეხლა რა შეეხება სხვა მნიშვნელოვან მოვლენას, ესე იგი, აქ ჩვენ ხშირად მეკითხებიან ამასთან დაკავშირებით, რომ აი ვერ ასწრებენ ჩაწერას ტელეფონის, რომელიც უკავშირდება ამ ჟურნალების სახლში მიტანას. ბევრი დაინტერესდა ამ სერვისი და მათთვის მინდა ვთქვა, რომ არის კი ესეთ სერვისი, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე და თქვენ სახლში მოგიტანეთ ამ ჟურნალებს, წიგნებს და შემდგომ. აი ამის ტელეფონის ნომერსაც გამოაცხადებთ 597 1599 ვიმეორებ 597 1599 იმედია არ აგერევათ ამდენი ტელეფონები. ყველას თავისი დანიშნულება აქვს და მნიშვნელობა და ეხლა მე მინდა ესე იგი ამბობდო ინფორმაცია, რომელიც მე იმაშნია რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია და ამის შესახებ ძალიან ხშირად არის ესეთი კითხვები, რომ აი აქვს ადამიანს რაღაც გარკვეული კრიზისული პერიოდები, წლები და აი რა წლებია, რა ტენდენციები ამასთან დაკავშირებით, აი მე მინდა მცირეოდენი თქვათ პასაჟი გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, თუმცა თლად მცირეოდენი არ გამომივა, იმიტომ რომ ეხლა ამ გადაცემაში ყველაფერს ვერ ვიტყვი ამის შესახებ, მაგრამ მცირეოდენი რაღაც საწყის ინფორმაციას ყოველ შემთხვევაში მოგაწვდით ამის შესახებ. ესე იგი, რისი თქმა მინდა, რომ
გარკვეულ პერიოდებში ადამიანი ყოველთვის განიცდის კრიზისულ პერიოდს. ასტროლოგიური თვალსაზრისით ხდება მაშინ, როდესაც ნელი, რომელიმე პლანეტა, პლანეტებში შედის სატურნი, იუპიტერი და ასე შემდგომ, რთულ და ხანგრძლივ ასპექტს ურთიერთობებს ქმნის ადამიანის ნათალური ნამდვილად ვთქვათ ასე ჰოროსკოპში იგივე ვთქვათ პლანეტასთან. ამ ჩვენ გვაქვს მოხსენებათ ნათალური პლანეტა, ეს ნათალური რუკა, ასტროლოგიური ჰოროსკოპი, ეს არის ის რუკა, რომელიც იდება დაავადების მომენტში და აქვხედავ ჩვენ პლანეტების განწყობას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში აღთანზე გაუმრას და გვაქვს ტრანზიტული რუკა, როდესაც ეს პლანეტები ჩვენი მომენტში დააფიქსირეთ და აქედან გამომდინარე თქვენ სიკვდილებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ისინი პრინციპში არ გაჩერებულან. ისინი აგრძელებენ მოძრაობას ამ ზოდიაქოს წრეზე და აი ამ მათ მოძრაობას და ადგილმდებარეობას ამათ თუ იმ პერიოდში უკვე ტრანზიტულ რუკას უწოდებთ. ამიტომ სწორედ აი ეს არის, აქ ამაზეა საუბარი, რომ თქვათ აი ეს ხანგრძლივ ასპექტს ქმნის ადამიანის ნათალური რუქისას, თქვათ იგივე პლანეტასთან. დაუშვათ სატურნი, რომელიც ახლა ტრანზიტულია მოძრაობს, აი მისი ზეგავლენა თქვენი დაავადების მომენტში სატურნისვე ადგილმდებარეობასთან. აი ამაზეა საუბარი, როგორია ესეთი დამოკიდებულება. ამგვარი ცხოვრებისეული კრიზისი ყოველთვის რთული დასაძლევი და დროში გაწელილი პროცესია, რადგან მათი გამომწვევი პლანეტები საკმაოდ ნელა მოძრაობენ და ხშირ შემთხვევაში მოკლე დროის შემდეგ ისევ მეორდება რეტროგრადული მოძრაობის გამო. იმიტომ რომ პლანეტები მოძრაობენ, გადაევლიან ამ ზონას, ვითომ მოგეშვება და მერე უკან მოდიან. ეს არის რეტროგრადულობა. უკან რომ მოდიან, ისევ შედიან ამ ზონაში და ისევ, ასე ვთქვათ, ქმნიან გარკვეულ კრიზისულ ტენდენციებს. და ამიტომ ამგვარი კრიზისული პერიოდები შეიძლება გაგრძელდეს 1 წლიდან 4 წლამდე. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ამგვარი კრიზისული პერიოდი შეიძლება სხვადასხვაგვარად წარიმართოს და შეეხოს მისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. იმის მიხედვით, რომ თუ რომელ ასტროლოგიურ სახლებში განლაგებულია პლანეტები, ამასთან ზოგი ადამიანი მას ადვილად გადალახავს, ზოგს კი სრულად გაუსაზღვრით მდგომარეობის, ასე ვთქვათ, მდგომარეობასთან უწევს განკვლავება. რაც დამოკიდებულია რასკველი ამ პლანეტების სიძლიერესა და იმ ზოდიაქოს ნიშნებზე, რომელშიც ისინი არიან განლაგებულნი. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდების კრიზისები სხვადასხვა პლანეტებს უკავშირდებიან და გვაიძულებენ გარდავიქმნათ. შევცვალოთ ჩვენი აზრები, მოქმედებები, ცხოვრება, განვითარდეთ. ტყუილა კრიზისი არ ხდება. კრიზისი თავისი ძალა აქვს, მოიხსენება და ხელსკობს იგი ტრანსფორმაციას ადამიანის ზოგ შემთხვევაში შეიძლება პათოლოგიათაც კი დასრულდეს კი სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევებიც. და მოდით თამაშოთ, რომ აქ პირველ რიგში უნდა გამოასწოროთ შეცდომები. კრიზისი ამის, ასე ვთქვათ, მომთხოვნია, შევასრულოთ უნდა ამით ჩვენი ცხოვრების მისია. თუ გამოსასწორებელი და შესაძლებელი არაფერია, მაშინ კრიზისის თითქმის არ შეიმჩნევა. თუ ადამიანი მიდის სწორებული სური გზით, მაშინ კრიზისის ფაქტობრივად ვერ შენიშნავს. ამიტომ მოდით განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისული პერიოდები ცალ-ცალკე, სხვადასხვა პერიოდებში ადამიანისა და რასთან არის ეს დაკავშირებული. აი პირველი კრიზისული პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში დგება მცირე ასაკში, ეს ყველა 7-დან 7.5 წლამდე. ამ პერიოდში ცისკაბადონზე მოძრავი პლანეტა სატურნი კვადრატულ დაძაბულ ანუ ასპექტს ქმნის ბავშვის ნათალური რუქის სატურნთან. ეს ის დროა, როდესაც ბავშვები და ამას არ აქვს მნიშვნელობა, რა ზოდიაქოს ნიშანია. ეს წესია და კანონია. აქ ეს ის დროა, როდესაც ბავშვები სრულად აცნობიერებენ, რომ გახდნენ სკოლის მოსწავლეები, უკვე ეკისრებათ გარკვეული პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, მოვალეობები. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ლაღი ცხოვრება დასრულდა, რომ კიდევ 11 წელი უნდა აკეთონ ერთი და იგივე, რომ თავის სურვილით ვერ გამოიყენებენ მთელ დროს თამაშსა და გართობაზე. გარდა ამისა, ზოგი თვლის, რომ მშობლები მას უსამართლოდ მოექცნენ. თვითონ სამსახურში ან სახლში არიან ბავშვი კი, თქვათ, დაყავთ სკოლაში. ეს ადამიანის პირველი ცხოვრებისული გამოცდა, სადაც აუცილებელია მეტი შეუპოვრობის, გამძლეობის და ამავდროულად დამორჩილებისა და მოწესრიგებულობის გამოვლენა. თავისთავად რთულია კვადრატული ასპექტი, რასაც კიდევ უფრო ართულებს შეზღუდვების წესრიგისა და დისციპლინის მმართველი პლანეტა სატურნი. სასურველია, რომ ბავშვებმა ამასაკამდე გამოუმუშავონ თუნდაც მცირე წესრიგისა და ვალდებულებების შეგრძნება. მაგალითად, დაავალონ მას ყოველ დღე თუნდაც თავისი სათამაშოების ალაგება. ამ შემთხვევაში სატურნის ასპექტის მიმდინარეობა არ იქნება ესეთი რთული, გამძაფრებული, მხოლოდ თქვათ მოუმატებს ბავშვებს ახალ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას იგი. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში ბავშვს ექნება ზუსტად განსაზღვრული დღის წესრიგი, რომელშიც განსაზღვრული იქნება დრო არა მარტო სწავლისა და მოვალეობისათვის, არამედ გართობისა და დასვენებისათვის, განვითარებისა და სრულფასოვანი ძილისთვის. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი განსაკუთრებით რთულად ეგუება ამგვარ სიტუაციას, ჯობს დროულად მიმართოთ ფსიქოლოგს და მიიღოთ კვალიფიციური დახმარება.
ამგვარად ბავშვის ფსიქიკაც მეტად გამყარდება და იმასაც მიხვდება იგი, რომ მშობლების გარდა არსებობენ სხვა ადამიანები, ვისაც შეუძლიათ მიმართონ ცხოვრების რთულ მომენტებში. მშობლებს კი არაცხენთ ასტროლოგიური კონსულტაციის გავლა, რათა უკეთ გაიგონ თავიანთი შვილის ხასიათი და ეს დეტალები, რომლებიც მათი აღზრდის პროცესს გაამარტივებს. თუ მშობლები აპირებენ ბავშვის უცხოენებზე, მუსიკაზე ან სპორტზე ტარებას, უმჯობესია გააკეთონ სატურნიული პერიოდის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდგომ. ანუ 7 წლიდან 7,5 წლამდე არა. რათა კიდევ უფრო არ გაზარდონ ამით ბავშვის დატვირთვა. სახლში კი გაკვეთილების სწავლა უნდა მიმდინარეობდეს მეტად თამაშის სახით, რათა იგი არ აღმოჩნდეს მომაბეზრებელი, არასახალისო, მოდით ვთქვათ ასე, მოზარდისათვის. ეს პირველი ესეთი, მოდით ვთქვათ ასე, კრიზისული პერიოდი, რომელიც აკითხავს ყურადღებას. შემდგომი კრიზისული პერიოდი ემთხვევა 14-15 წლის ასაკს. ამ პერიოდში უკვე ადგილი აქვს ტრანზიტული სატურნის დაპირისპირებას ბავშვის პირად ნათალურ სატურნთან. ეს მეტად უკვე დაპირისპირება ხდება. ეს მეტად რთული იყო კვადრატურა 90 გრადუსიანი დამოკიდებულება, უკვე 180 გრადუსიანი დამოკიდებულება. ეს მეტად რთული კრიზისული პერიოდია, რომელსაც ამძიმებს სქესობრივი მომწიფების პერიოდი. ამ დროს მოზარდი აცნობიერებს იმას, რომ იგი აღარ არის პატარა ბავშვი. შეიძლება მშობლებთან უფროსებთან იკლოს ურთიერთგაგება, ხშირად მშობლების მხრიდან დამოკიდებულება არ იცვლება, რაც გამაღიზიანებელია ყმაწვილებისათვის. მათ უჩნდებათ უკმაყოფილების პროტესტის გზნობა. გარშემოყოფებს უყურებენ როგორც მტრებს და ცდილობენ დაიცვან თავიანთი ინტერესები. ამასთან დაცვის მეთოდები ყველას ინდივიდუალური სხვისგან განსხვავებული აქვს. ნებისმიერ სირთულეს თუ წარმატებლობას ძალიან მძიმედ განიცდიან და ამაში ადანაშაულებენ გარემოყოფებს. ამ კრიზისის გამოწვევი პლანეტა სატურნი ყველა საკითხსა და სფეროში ითხოვს წესრიგს, ორგანიზებულობას, მეთოდურობას, პასუხისმგებლობას. სატურნი ვერ იტანს ქაოსსა და არეულობას. თუ მოზარდი მიეჩვევა ყველაფერში სხვების და დანაშაულებას, გარკვეულ პასუხისმგებლობას არ აიღებს საკუთარ თავზე, ვერ შეძლებს სიტუაციის რეალურად გაანალიზებას და შემართებით, მოდით ვთქვათ ასე, მოქმედებას. შემდგომი სატურნისეული კრიზისის დრო, ეს არის 20-22 წლის ასაკი. იგი კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება და შესაძლოა მძიმე დეპრესიაშიც კი იჩინონ თავი დეპრესიებმაც. გარდა ამისა, ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულება გადავა ჩვევაში და კრიზისული სიტუაციები განმეორდება შემდგომ 30-40 და შემდგომი წლების მანძილზე. ეს ადამიანი კი უკვე დასრული ყველაფერში მუდამ დანაშაულებს გარშემოყოფებს. იქნება ეს მშობლები, ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილები, კოლეგები, მეზობლები თუ ხელმძღვანელობა, არ აქვს მნიშვნელობა. ასეთ ადამიანებზე, მოდით ვთქვათ ასე, ამბობენ ვერ განვითარდაო. ისინი ცხოვრების მანძილზე ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნიან. თავის თავს უიღბლო ადამიანებად თვლიან და მუდამ ყოფილონი არიან. ამიტომ მნიშვნელოვანი ამგვარი მდგომარეობის გამოსწორება სწორედ საყმაწვილო ასაკში. სატურნისეული პასუხისმგებლობის გამომუშავებაში და ამ პერიოდის დაძლევაში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლიათ მშობლებს, ოღონდ არა დათვორის სამსახურით, არამედ გარკვეული ჩვევების გამომუშავებით, თავიანთ საქმეებში ჩართვით, მოვალეობების გადანაწილებით. ამ პერიოდში არ ზედმეტი კონტროლია სასურველი და არ ზედმეტი თავისუფლება, რადგან არსებობს სულ წრესთან მეგობრობის მავნე ჩვევების სახიფათო და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების ალბათობა. ემისათვის, რომ დავიცვათ მოზარდები, არასასურველია გამოცდილების მიღებისაგან და სოციალური ადამიანისგან უარყოფითი ზეგავლენისგან, თქვათ, სასურველია მათი თავისუფალი დრო დავტვირთოთ სპორტით, კულტურული გართობით, ხელოვნებასთან დაახლოებით, რაიმე წრეებში ჩართვით, ასევე კარგი იქნება თუ მათ ოჯახშიც ექნებათ თავიანთი მოვალეობები, რომლითაც მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ და გააძლიერებენ თავდაჯერებულობას. შესტომების შემთხვევაში კრიტიკა და საყვედურები მით უმეტეს კი ჩხუბი უნდა შეიცვალოს მეგობრული რჩევებით, მითითებებით, გულახდილი საუბრებით და დარიგებებით. და გავხსოვდეთ, რომ ეს მშობლებს ეხება განსაკუთრებით კონფლიქტის შემთხვევაში მოზარდი აცდება ურთიერთგაგება და მხარდაჭერა მიიღოს სახლის გარეთ, ან სულაც გაიქცეს სახლიდან, რაც ძალზედ სარისკო და სახიფათოა. იმის გამო, რომ პასუხისმგებლობის გზნობა გოგონებს უფრო მეტი აქვთ ამ პერიოდის გადალახვა, მათ მეტად უადვილდება. თუმცა არც ისინი არიან ბოლომდე დაზღვეულები გარემოს არასასურველი ზეგავლენისაგან. ეს ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი კრიზისული პერიოდი, რომელიც უკავშირდება თინეიჯერულ ასაკს, მოდით ვთქვათ ასე, ანუ საუბარი იყო 14-15 წლის ასაკზე, აი დანარჩენ ასაკის კრიზისულ პერიოდებზე ჩვენ ვისაუბრებთ უკვე შემდეგ გადაცემაში, იმიტომ დღეს ფაქტობრივად ამის დრო არ რჩება. ეხლა მინდა გითხრათ, რომ აქ ჩვენ გვაქვს ორი კითხვა, აინტერესებთ ესე იგი პირადი ჰოროსკოპის შედგენა, ამასთან დაკავშირებით მე მინდა კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, ითიც თქვენ შეგიძლიათ ჩვენ შეგვეხმიანოთ და ჩვენ უკვე სიამოვნებით შეგიდგენთ პირად ასტროლოგიურ
ჰოროსკოპს, თქვენ გეცოდინება თქვენი კოსმიური მისია, გეცოდინება სხვა შორის და შეიძლება ამ კრიზისულ პერიოდებსაც გადახედოთ როგორ გაიარეთ და ასე შემდგომ და გეცოდინებთ უკვე ბევრი ინფორმაცია თქვენ შესახებ, იქნებით გაფრთხილებული, შეარაღებული და იმედია წარმატებულიც კი როგორც უმრავლეს შემთხვევაში შესხდება. ამისთვის კი დაგვირეკეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38 და ჩვენ უკვე ვეცდებით რომ შევქმნათ ყველა ის ასე ვთქვათ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკიდან გამომდინარე რომელიც ხელშეუწყობს თქვენს განვითარებას და სულიერ ევოლუციურ ზრდას. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ფაქტობრივად ამის სრულდება. ხვალდილით 11 საათზე თქვენ ნახავთ გამეორებით დღევანდელ ჩვენ გადაცემას ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. მოდით ხვალდილით იმედის დილაში ასევე შევხვდებით ერთმანეთს რადიო ფორტუნა ყოველ დღე დილით 3 ჯერ სხვადასხვა დროს შეიძლება 15 რაკლია 9-ს დაახლოებით ან 10 წუთი ასევე 10 11 ამ დროს ახმოვანებს ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმ დღის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ რა სკოლა სავალი გაზეთი ჟურნალი თბილისელები ხვალ ისე მოგაწვდიან ინფორმაციას ჩემს მიერ მოწოდებულს და ამ ინფორმაციით ასტროლოგიური ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული შეარაღებული და იმედია წარმატებული. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გისურვებთ ბედნიერ კვირას და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.